უპირველეს ყოვლისა უნდა დავსვათ კითხვა, რატომ აკეთებს ქართული ოცნება ამას და რა მიზანი აქვს. აი ამის ახსნას თუ შევძლებთ, შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენი კოალიცია ფიქრობს, რომ ისინი ახლა ამას აკეთებენ, იმიტომ რომ უბრალოდ ქნიან ოპოზიციის გაძლიერების და კარგად წარმოჩენის მიზანი ხომ არ იქნება? ყველას აქვს მისი პოლიტიკური პარტიული და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნით არიან დაკავებული და თქვენი კითხვის ფორმულირებაც ესეთი იყო, აი რატომ შემოიტანა ეს დებატების პროექტი ახლა ქართულმა ოცნებამ. შემოიტანა იმიტომ, რომ ინიციატორი ყოველთვის ერთი ნაბიჯი წინ არის და ცდილობს ეს პოლიტიკური დღის წესრიგი წაიღოს თავისკენ. ამის წესრიგი სადაც თქვენ ერთი ნაბიჯით წინ იქნება. ამის მიღმა ისინი ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებენ და იმტკიცებენ თავის პოლიტიკურ ძალაუფლებას. ეს დებატები საბოლოო ჯამში შედგება თუ არ შედგება, ესეც არ ვიცით, იმიტომ რომ არც ფორმატზე, არც იმაზე თუ რომელ მედიებში გაიმართება, არც იმაზე იქნებიან თუ არა მოდერატორები, დამოუკიდებლები, რა თემები იქნება, რა საკითხები იქნება. მოდერატორი რას ნიშნავს? რომელ არხზეც გაიმართება, იმ არხის წარმომადგენელი იქნება მოდერატორი. კი ბატონო, მაგრამ დიდი შანსია რომ თქვენ ტელევიზიაში ეს დებატები არ გაიმართოს. დიდი შანსია რომ თქვენ ტელევიზიაში ეს დებატები არ გაიმართოს და გაიმართოს კონტროლირებად პროპაგანდისტულ მედიაში. ამას გულისხმობ, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია აბსოლუტურად არ არის საჯარო, ამაზე არაფერს არ საუბრობენ, უბრალოდ შემოიტანეს დებატების თემა. ამით პოლიტიკური წესრიგი. თქვენი პასუხი არ არის ასეთი, სადაც გნებავთ ყველგან ვიდებატოთ თუ შევხედავთ პირობებს, ანუ როგორია თქვენი პასუხი, იმიტომ რომ ოპოზიციის შიგნით სხვადასხვაგვარია ამ თემაზე პასუხი. მე ვფიქრობ, რომ არც ერთი ბრძოლისველიდან ეს ჩემი პიროვნული პოზიციაა, პარტიული პოზიცია საბოლოოდ ამაზე ჩამოყალიბებული არ არის იმ მიზეზების გამო, რომელიც მე ჩამოვთვალე, მაგრამ ჩემი პიროვნული პოზიცია არის ისეთი, რომ არც ერთი ბრძოლისველიდან ქართულ ოცნებას არ უნდა გაექცე და საკუთარ მოედანზეც კი უნდა ებრძოლო, იმიტომ რომ ისინი მარტო საგარეო ველზე არ მუშაობენ. ისინი მუშაობენ შიდა ელექტორატზე და მათთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს იმ მესიჯის თქმა საკუთარი ელექტორატისთვის, რომ აი ოპოზიცია გაიქცა, ბრძოლისველიდან სათქმელი არაფერი არ აქვს, არ მოდიან დებატებზე, ეშინიათ და გარდა ამისა, ამით შეიძლება გარკვეული შუღლიც ჩამოაგდონ ჩვენ შორის ვიღაც სიტყვის რომ მე მონაწილეობას ვიღებ, ვიღაც სიტყვის რომ მე არ ვიღებ მონაწილეობას და ამ ხრივაც რაღაც მომგებიან პოზიციაში არიან. ამიტომ ჩემი პიროვნული პოზიციაა, რომ ნებისმიერ მე პირადად ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერ ველზე დაუჯდები მათ და ვედებატები მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც აწუხებს საქართველოს მოსახლეობას და ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ამ ხრივ ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, იმიტომ რომ ჩვენ ინსტიტუციურ ბრძოლაზე, ინსტიტუციურ პროცესზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ უარი. გასაგებია რომ ეს პირობები ჯერ არ არის დასახელებული, ისიც კი არ არის ჯერ გადაწყვეტილი საბოლოოდ იქნება თუ არა ეს დებატები და ამიტომ პარტიული პოზიციის ჩამოყალიბება გასაგები მიზეზების გამო რთულია, მაგრამ პიროვნული მზაობა, მე ახლა თბილისის საკრებულოში ვარ, დეპუტატი ვარ და იქაც აბსოლუტურად უთანასწორო ბრძოლაში ვარ და არა მარტო მე თბილისში ჩვენი დეპუტატები საქართველოს კიდე 57 ქალაქში არიან აბსოლუტურად უთანასწორო პირობებში და თუ იმ პირობებში ვიბრძვით 45-ის წინააღმდეგ 2 და ასე შემდეგ ამ პირობებში რატო არ უნდა შევიდეთ და რატო არ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ არავითარ შემთხვევაში ინსტიტუციური ველიდან მიუხედავად იმისა რომ არ არის თანასწორი ცალმხრივია და მათ მხარეს არის ფაქტობრივად ყველაფერი ძალთა ბალანსი მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც უარი არ უნდა ვთქვათ და მე ვფიქრობ რომ საკუთარ მოედანზე, საკუთარ ტელევიზიაში, პროპაგანდისტულ არხებზე და ფორმატებში მათი მოდერატორების წინაშეც ჩვენ შეგვიძლია მათი დამარცხება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საკითხია, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, სადაც ისინი აბსოლუტურად ბოდიში გამოხატვისთვის და მოსრიალებულები არიან და ამის დანახება ვფიქრობ ქართული საზოგადოებისთვის, ქართველი ხალხისთვის ჩვენ შეგვიძლია. ყოველ შემთხვევაში მე ესეთი რწმენით ვარ. მე ისე წავიდოდი იმ პოლიტიკური საფუძვლისკენ, საიდანაც დავიწყე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ იმის ანალიზი, რას აკეთებს ქართული ოცნება და რა მიზანი აქვს, რატო აკეთებს ამ რაღაცას. ქართულ ოცნებას ახლა აქვს სისტემური პოლიტიკური კრიზისი. ეს თვითონაც ძალიან კარგად იციან. ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ ეს სისტემური პოლიტიკური კრიზისი შემოგვასაღონ, როგორც აზრთა სხვადასხვაობა, თითქოს რაღაც კრიზისი კი არ არის. ბადრი სხვა აზრზეა, ნიკა სხვა აზრზეა, ვიღაცა ხოცების წარმომადგენელი სხვა აზრზეა. ჩვენ ეს უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, ეს არის მთავარი და მეორე ამბავი არის ის, რომ მათ აქვთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა და ეს უნდა გაიაზროს ყველა პოლიტიკოსმა და საზოგადოების წარმომადგენელმა, რომ მათ აქვთ შიდა კომუნიკაციის კრიზისით საკუთარ ამორჩეველთან. ეს მონოლოგის რეჟიმი, რომელიც მათ ჰქონდათ საკუთარი პროპაგანდისტული არხებით, ამ ფორმატებით, ვეღარ მიდის მათ ამორჩევლამდე. მათ შეექმნათ კრიზისი, შაკეტილწრეში აღმოჩნდნენ, ამიტომ ჭირდებათ ამ წრის გარღვევა. ამისთვის მათ ბევრი არხი შეიძლება გამოიყენონ და ერთ-ერთი
არხი არის ეს დებატები. ამიტომ რადგან ისინი მუშაობენ ამ შიდა ელექტორატზე, რომელიც არის რეალურად პოლიტიკური ძალაუფლების შეცვლის მთავარი წყარო, თუ შენ ხმები არ მიიღე, თუ შენ ხალხმა მხარი არ დაგიჭირა და ხალხს თუ არ ელაპარაკე და ჩვენ თუ ქართულ ოცნებას ვეტყვით, რომ ამ დებატებში არ შევდივართ, გასაგებია, რომ უსამართლო აკითხვის ნიშანი საერთოდ არ ჩნდება. რა თქმა უნდა, ეს არის უსამართლო, არათანაბარი და არც ვიცით რა იქნება, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ თუ აქედანვე ვთქვით, რომ არა, ეს დებატები აქ არ უნდა შევიდეთ, მათ არ უნდა დაუჯდეთ, არ უნდა ველაპარაკოთ. ამით იმ ნეიტრალურ ამორჩეველსაც, რომელიც უკვე გაჩნდა მათ რიგებში, აუცილებლად არის ეს გაჩენილი ეს ელექტორატი, მათაც ვეუბნებით, რომ ან შეგვეშინდა, ან გავირიყეთ, ან არ ვიცი, ნებისმიერი სხვა მიზეზი შეიძლება უთხრან საკუთარ და ისევ გაძლიერდნენ. და აი ამისთვის ხელი არ უნდა შევიდეთ. ეხლა ოპოზიციის მეინსტრიმული ხაზი არის, რომ ველაპარაკოთ მხოლოდ ასე ჩამოყალიბდა და ყოველში 4 ნომრის განსაკუთრებით იმ გუნდის, რომელსაც თქვენ წარმოადგენდით, ვიდრე წამოხვიდოდით, რომ მხოლოდ ახალი არჩევნების თემაზე ველაპარაკოთ მათ. სხვა არც ერთზე, იმიტომ რომ ვილაპარაკოთ, როდის ჩაინიშნება ეს არჩევნები, ანუ რაღაც კონკრეტული პირობა. ასევე არის საუბრები, თქო, ვამბობ, რომ რაღაც ფორმით მოხდეს ერთიან ფრონტზე შეთანხმება. გსმენიათ ეხლა და რა უნდა იყოს, ეს თქო, ძირითადი ხაზი, რის ირგვლივადაც ყველანი უნდა დაელაპარაკოთ ერთმანეთს და რაღაც ერთიანი სამოქმედო ფრონტი შეკრათ. იცით რა არის, მე ისევ საკუთარ პერსონალურ პოზიციას გავახმოვანი, პარტიულ პოზიციასაც გეტყვით. მე ვფიქრობ, რომ აი ხელოვნურად და არაბუნებრივად არაფერი არ გამოვა. ეხლა ეს მოწოდებები, რაც არის გაერთიანებაზე და ასე შემდეგ, ეს ჩემი აზრით არის ხელოვნური, იმიტომ რომ მე როგორც ვუსმენთ უნდა ჩვენი კოალიციის ლელოძლიერი საქართველოს მისამართით, მთავარი მოთხოვნა არის, რომ ჩვენს დამოუკიდებლობაზე, ჩვენს იდენტობაზე, ჩვენს ინდივიდუალურ პოზიციებზე ვთქვა თუ არის და აი რაზეც ბადრები საუბრა, გადახვიდე თუნდაც ხო ეხა დებატში დავჯდები თუ არ დავჯდები, შეიძლება პერსონალური პოზიცია მქონდეს, როგორ შეიძლება რომ ამის გამო ვიღაც გამოვიდეს და მოღალატე დამიძახოს ამ ბიძინასთან გარიგებული და ასე შემდეგ. ანუ განსხვავებული აზრის მიუღებლობა თუ გაქვს, თუ შენ არ შეგიძლია რომ თავარი ამოსავალი წერტილი ჩვენი ყველასი რა არის პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების წარმომადგენლების, ხო რომ ვებძვით რუსულ რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არის ჩვენი სამიზნე და რაც უფრო მეტი მრავალფეროვანი ფორმა იქნება, რაც უფრო ბევრი მხრიდან შეუტევთ, ეს რატო უნდა იყოს ზოგადად ოპოზიციის ერთიანობის ზერა სიტყვით, ანუ ხარ ამ მოლაპარაკების პროცესში, რომ ლელოს უნდა დაველაპარაკოთ, ამბობს მაგალითად ზურაბ ჯაფარიძე, რომ ბატონო საუბრის საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს, აგერ არათუ ოპოზიციასთან ვიძახი, რომ ქართულ ოცნებას უნდა ველაპარაკოთ და მათთან დისკუსიაში და პოლემიკაში და დებატებში უნდა შევიდეთ მეთქი და ბუნებრივია, ორჯერ უფრო მეტად ოპოზიციასთან საუბრისთვის ვართ მზად და ესეთი საუბარი ჩვენ ბევრი ქონია. მე არ მინდა ხოლმე რომ აი წარსულზე ვილაპარაკო, მაგრამ არაერთი ინიციატივა იყო ჩვენი კოალიციის მიერ გახმოვანებული, მაგრამ არც მხარდაჭერა არ ქონია და საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ რაღაცნაირად იმ ბრძოლის ველზე, სადაც გავედით, მარტო შეგვატოვეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამივე ფრონტზე არ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. თქვენც შეიძლება იმათ ბრძოლის სამი გზა არის, ხო? უყურეთ ბრძოლის სამი გზა არის. ერთი არის საერთაშორისო ველი, ერთი არის საპროტესტო ველი და მეორე არის ინსტიტუციური ველი, ხო? ჩვენ არც ერთი ველიდან ჩვენი კოალიცია არ გავრიყულვართ. სამივე პოზიციაზე ვიდექი და ვიბრძოდით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და როცა შენ მეუბნები რომ ბაიც ერთ პოზიციაზე იდექი და ეს არის მთავარი, ბუნებრივია ვერ დაგეთახმები და ამის არაერთი არგუმენტი არსებობს, აბაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ქუჩაში ვერ გამოდის. იგივე ადმინისტრაციულ რესურსზე მაქვს საუბარი, ვინც საჯარო სამსახურებში მუშაობს, ვერ გამოდიან ქუჩაში, თქვა სოციალურად დაუცველები, ვერ გამოდიან ქუჩაში კიდე სხვადასხვა სოციალური ჯგუფები და როცა შენ მარტო პროტესტისკენ მიყავს და მარტო ამ გზას სახავ, რომ ხელისუფლება შეიცვლება ამ გზით, მით უმეტეს რომ ყველამ ერთად მართლა უნდა ახეთ ეს 4 ოქტომბერი, ხო? რომელიც მზადდებოდა, არ ვიცი, თვეების განმავლობაში, კულმინაცია მიაღწია 4 ოქტომბერი და საბოლოო ჯამში რა მივიღეთ აქედან? ამიტომ მხოლოდ ერთი გზის არჩევანი ცალსახად არის არასწორი პოლიტიკური გზა და ეს ხელისუფლებას ვერ შეცვლის. ჩვენ ყველა ველზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სადაც ისინი გადმოაგდებენ ხელთათმას, ყველგან უნდა შევიდეთ ბრძოლაში და ვცადოთ მათი. მოდი ბადრის ვკითხოთ.